მეექვსე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფეხით მოსიარულთათვის ხიდის მშენებლობისათვის გაწეული და გასაწევი ხარჯები. დეპუტატი გიათ საგარეიშვილი ქალაქის მერს 10 შეკითხვას უგზავნის. თბილისის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიდან მეხუთე და მეექვსე კითხვა რიყის რეკონსტრუქციას და მისთვის გამოყოფილ ხარჯებს ეხება. სამშენებლო სამუშაოები ქალაქის ცენტრში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის კიდევ ერთი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი შუშის ხიდი კეთდება, რომელიც სიონისა და რიყის ტერიტორიას ერთმანეთს დააკავშირებს. თურმე ფეხით უნდა იარონ იქ ადამიანება, ვითომ არ არსებობს ორი ხიდი, რომელიც სხვათა შორის ფეხით მოსიარულეთათვისაც არის განკუთვნილი, აქეთ ბარათაშვილის, იქეთ მეტეხის, ამ მეტეხსა და ბარათაშვილის ხიდებს შორის არის ზუსტად 400 მეტრი. მანძილი, რა საჭირო იყო იქ ხიდის უზარმაზარი მეტალოკონსტრუქციის დამატება, არავინ არ იცის. პარლამენტის წევრის შეკითხვებზე თბილისის მერიას პასუხი არ გაუცია. დედაქალაქის მუნიციპალურ სამსახურში დღეს არც იმაზე გაუკეთებიათ განმარტება, რა ჯდება რიყის რეკონსტრუქციის პროექტი და ვინ არის შუშის ხიდის დიზაინერ-არქიტექტორი. პროფესიონალური აზრის ეშინია. არქიტექტორთა სამსახური რიყის პროექტის შემუშავებაში ჩართული არ ყოფილა. არქიტექტორ ლერი გოშაძეს აინტერესებს, რატომ იწყება მსგავსი მასშტაბის სამუშაოები მოსამზადებელი და წინა საკონკურსო პროცედურების გარეშე. ხიდი, რომელიც აშენდა, არ ჯდება კონტექსტუალურ სიტუაციაში. თავისი გაბარიტებით, თავისი არქიტექტურული სახით. მაგრამ არც არავის შეუთანხმებიათ, არ ყოფილა, არც განხილვა ყოფილა. ლერი გოშაძის თქმით, ხიდის დიზაინის ავტორი პრეზიდენტის სასახლის დიზაინერი მიქელე დელუკა. სამშენებლო სამუშაოებს კი იტალიური ფირმა ახორციელებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ რიყეზე მივედით, თუმცა მიმდინარე სამუშაოების გადაღების უფლება დაცვამ არ მოგვცა. ვისი ნებართვა მიხარ? აი გერწია ეხლა მოვლენ. კი ბატონო, ნებართვა მიხარით ვის განავიღო იმ ადამიანს ვერაფერს მე. დაცვის უფროსმა გთხოვა, რომ დახურულ ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა დაცვის ჯიხურში აგვეღო, თუმცა უკვე ნებართვის მისაღებად მისულები ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს და გადაღების ნებართვის მოტანა მერიიდან გთხოვეს. ცნობილია, რომ ხიდს მშვიდობის ხიდი დაერქმება, როდის დასრულდება მისი მშენებლობა, ამაზე თბილისის მუნიციპალიტეტში არ საუბრობენ. რეკონსტრუქციაში ჩართული მუშები კი ამბობენ, რომ მშვიდობის ხიდზე სიარული თბილისელებს სავარაუდოდ უკვე აპრილის ბოლოდან შეეძლებათ.